ყველაფერს ეთანხმებოდი შემშობლებს? არა მინდა გითხრა. შეიძლება ამას არ უნდა გეუბნებოდე. რა უნდა? არა, შეიძლება მე შენ ამას არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ დედაჩემს ფაქტიურად ნუკა არ ვეთანხმებოდი და აი ვგრძნობ რომ მე მგეხარ დედა. ხო და დედიკო, შენ ეხა ჩემზე რატო ბრასტები მაშინ? იცი რატო? მე ხო ბავშვობიდან გეუბნებოდით. დედა, არ გაიმეოროთ დედას ნაკლი. ჩემი უკვე ბავშვობიდან არა, რო წამოიზარდეთ. გიკონკრეტებდით, ეხლა არ დავაკონკრეტებ, მაგრამ დედა რა უნდა დაგეკროთ, ემოციურები რო ვართ და ყველაფერზე რო გვიხეთქავ და ტირით და რავი, მე ჩემი შეცდომები დედა არასოდეს გაიმეორო. მაგრამ მაინც ვერ გაგხადა სხვანაირი. რა, დედა შენ ცისკომ გაგხადა სხვანაირი? ვერა. ვერა, ძალიან კაი პასუხია, ხო და მაშინ? ძალიან ხო, მაგრამ ეხლა შენ ამით რა გინდა თქვა? ხო მიხდი რაც მინდა თქვა. რომ აი ხა ჩვენ კარგად ვიკამათებთ აქ და უკვე აზრი აღარა. და მის შემდეგ რას ვერ ეგუები ჩემში? შენი აზრები გაქვს ისეთი, რომელიც ჩემთვის არის მიუღებელი რაღაცები, ხა დავკონკრეტდე, როგორ დავკონკრეტდე. აი მაგალითად, შენ რაც გინდა, ის უნდა გააკეთო. ხო, რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრებაა და ხო, გასაგებია, მაგრამ მე ცოტა ეს მაღიზიანებ. ხო, ვიცი და მე იმიტომ რომ ჩემსას არ ითვალისწინებ. საბოლოო ჯამში მაინც ვითვალისწინებ? არა, რო გეტყვი ხოლმე. იმ მომენტში არ ვითვალისწინებ. იმ მომენტში, მაგრამ მე რო დავფიქრდები ხოლმე, ხო? მე მივხვდი რომ ითვალისწინებ, მაგრამ მე რატომღაც შეიძლება ისეთი ვაზვიადებ თუ რა, მაგრამ მეც ვითხოვ, მაგრამ არა ეგოისტობა არ გვინდა. ხო, არ გვინდა? ხო, ნუ კარგი, არ გვინდა მიღებულია პასუხი. შენ ხელა რო იყავი და უფრო პატარა ძალიან. მე უფრო თავისუფალი ვიყავი, მინდა გითხრა. კი ბატონო, მე მინდა გითხრა, რომ უფრო თავისუფალი ვიყავი და მე უფრო გსხუდავ. კი ბატონო, მაგასაც გეთახვები. ნუ ნაწილობრივ ვიღებ. რა გწყინს და არ მეუბნები. არაფერი. ვიერები. არა, მაინც რა გწყინს. ვიცი რომ ნაწყენი ხარ ხოლმე. და არ გეუბნები, ყოველთვის გეუბნები. წყის ბევრი რამე, რა თქმა უნდა, მაგრამ არ გეუბნებოდე, ეგეთი რამე არ არის. ყველაფერს 100%-დან 100 გეუბნები. ისა შენ და მარიკოლა რაღაცებს ლაპარაკობთ ხოლმე ტელეფონზე. შენს ჩუმად და არ გაგებინებ. ხო, აი გწყინს. მაგრამ მაგას გეუბნები პრინციპში. ხო. არ გაგებინებთ, და მე აღმოჩნდება ხოლმე რომ სარეცხი მანქანა უნდა შევცვალოთ ან რაღაცა მიქსერია სახში საყიდე უაზრობა და იქ პირდაპირ მითხრა და შენ მარიკოს ათქმევინებ ხოლმე რაღაცეებს ჩემ და შეგიძლია მითხრა, მაგრამ ისე მადმართალი ხარ. მარიკოს სიტყვა უფრო ხო, აი ეგ არის, ხო და მე არ მიჯერებ, იმიტომ აქედან მივხვდი ხო რომ არ მიჯერებ. ბევრ ამას. ბევრ ამ და შენ და ნახე ჩემდაც ფორმები აქვს ისეთი, ისე გეტყვის. ხო. და შენ კიდე ეგრევე გადმოდიხარ შეტევაზე, ეგრევე რაღაცნაირად უხეშად ამბობ და მარიკო კიდე ისე გეტყვის, რომ გიჯდება ჭკუაში. ხო. ხო. არა, მე მგონი ჩემზე მეტად მაინც მარიკო გიყურს. შენზე მეტად მიყვარს კი. მე სხვათა შორის მიხარია ეგ. მე ესე მინდოდა. შენ ეგრე გინდოდა, იმიტომ რომ აი მე რატომ მინდოდა იცი? აი მართლა შენ თავს ვიცავ, რატომ მინდოდა იცი, რომ მე დედის ერთა. ვიცი. მინდოდა რომ ისეთი დაყოლოდა ან მას. ანუ უფრო სწორად მარიკო დაიბადა შენთვის. ხო, ვიცი. აი ესე. იმიტომ გააჩინე რომ მარტო არ ყოფილიყავენ. და აი ეს მე მიხარია. ეგ მგონია შენ ცხოვრებას მაინც მიღწევა. მე ვფიქრობ, რომ რაღაცას მივაღწია. მადლობთ ეს რომ შემახსენე. ეგ არის საუკეთესო გადაწყვეტილება. მეც ხო გამაჩინე და ეგ კარგი გადაწყვეტილება იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი და რომ გააჩინე იყო შენი საუკეთესო გადაწყვეტილება. ზუსტად. აბა თქვი შენ. რას არ იმჩნევ? რაზე ხუჭავ თვალს? აი მე დედა, იცი რა, ჩემ მეგობრებთან არ ვიმჩნევ რაღაცებს. იმიტომ რომ არ მინდა რომ შენ რა ნაკლიც გაქვს, ხო უყურე? აი ზუსტად იმას. მაგრამ ეხლა გამოდის რომ ვიმჩნევ, მაგრამ არ ვიმჩნევდი.
მაგრამ ეხა ჩემი საურის შემდეგ გაიგებენ. არ მიჩნევ შენ სიჯიუტეს, შენ სიფიცხეს, შენს სიტყვებს რო წერ Facebook-ზე. ვაიმე, ეგ მანადგურებს და ამას ვითომ ჩემს თავს არ ხდება. აი, ეგ მანადგურებს, რომ რა სიტყვით ან ჩემი მეგობრები, იმათი ოჯახის წევრები და მე ხო, მე ამას ვფიქრობ, ხო, მე არ უნდა ვიფიქრო, აი ამას. მეუბნები ხო მოსწავლეები რა სიტყვიანო? შენი მოსწავლეებია. იცი რა, შენი მოსწავლეები მაგის დარდი არა მაქვს. შენს მოწაფეებთან უკვე სხვანაირი ნუკა ხარ და აი დედასთან რაღაც არის მომენტები, რომელიც ძალიან ხო, მაგრამ მე მგონია შენ ამაზე ხუჭავთ თავს. ხუჭავ რა ძალამაქვს ეხლა ეს ამს ხო არ გავმართავ შენთან. ხშირად. ხო, ნუ არ ვიცი, დავფიქრდები მეც ამაზე, რა ვიცი. რაზე შეგაცვლევინე შეხედულება? პასუხი ვიცი, არაფერზე შემაცვლევინებ. გამორიცხულია, ჩვენ ისევ ვკამათობთ ერთ და იგივეზე ალბათ, ხო? რატო რო გიხსნი ხოლმე რა აზრი აქვს აქციაზე დგომაში ხო გესმის და ხო გამეძინა? როგორ არა, რას ქვია? და იმ ახალგაზრდების არა. ეხლა მოიცა და სხვაგან უწახვედი, მე ნამდვილად მესმის და ნამდვილად გულანთებული ბავშვები არიან და ძალიან ბევრჯერ მithქვია და ხო, იმიტომ რომ შენ თავის ადამიანები სიკეთე მიეცი და მერტო რაზე ალაპარაკი ჩვენს ახალგაზრდა თქვენ თაობას ხო, მაგრამ ხო მოგწონდა აქციებზე რომ დავდიოდი. მაგრამ მეშინოდა კიდევ უფრო მეშინოდა თორე არ მოწონებით დამიშლია გირეკავდი ნუქსა და ხარ მოხვალ სახში ნუქსა და ხარ დროზე მოდი ხო და მე მომწონ შენში ძალიან რაღაცა შეიძლება სხვა აზრი კონდეს მაგრამ რო გელაპარაკები იცი მოსმენა სხვადასხვა ჯგუფებში ვარ ხოლმე რა მეგობრების ცოტა შორეული მეგობრების და ბევრი წეს მშობლებთან ურთიერთობას რომ უბრალოდ აზრი არ აქვს ლაპარაკს და შენ არ ხარ ეგეთი მამაც არ იყო ეგეთი მამაც ახლა რაღაცებს ისეთი აზრები და ბევრი რამე ნუკა შენი ხათრით მიმიღია იცოდე ხა ვერ დავკონკრეტდები რა ну არ მახსოვს ისეთი არაფერი რომ რაღაც სასწაული იყოს არა შვილებს ვიწავარ მაგრამ ბევრი რამე შენი ხათრისთვისაც მიმიღია იმ მომენტში თავი დამიქნევია და გულწრფელი არ ყოფილვარ და ვიტყუებოდი მაგრამ შენ გულწრფელი გეგონე ხო მაგრამ ხო იმოქმედა ამ ლაპარაკმა რა თქმა უნდა იმიტომ იყო ეს ყველაფერი რომ გავითამაშე ალბათ რომ შენ გულწრფელი გონებოდა ხო და ძალიან კარგი თვისება არის შენში ის რომ ყოველთვის მართალი კი არ ხარ ну ალბათ გონია 80%. მაგრამ 20% შენთან კი ვარ. ჩემთან ხარ ხო? 20% გაქვს ის რომ მოისმენ, დაფიქრდები და ისე აკეთებ იღებ გადაწყვეტილებას და ეს ძალიან კაი. კაი. ასაკებია. სად გჭირდებოდა ჩემს გვერდში დგომა და მე იმედი გაგიცრუე. არასოდეს. არა გულწრფელად. არასოდეს. მე კი მგონია რომ რაღაცებში გაგიცრუე. რა იცი აი ინსტიტუტს რომ სანამ დაამთავრებდი ის პერიოდი რაღაცა მაგრამ შენებრალი ხო არ იყო ეგ ჩემბრალი მე ყველაფერს ვცდილობდი მე ვიცი რომ ყველაფერს ვცდილობდი მაგრამ შენ აი ეს აკადემიური ჩემთვის იყო საშინელება და მგონია რომ ჩემი დანაშაულია და მე ეგ მგონია კარგი იმ მხრივ რომ მაშინ ვისწავლე შრომის ფასი და რაღაცებს რომ ვიღებ ძალიან გიხარია რომ მეუბნებიან, აი თუნდაც ახლა ჩემი ამერიკის ვიზაზე რომ გავგიშდი და გადავირიე, ზუსტად მაგიტომ რომ შრომის ფასი ვისწავლე, მიზნამდე მისვლა თანმიმდევრულად და შენ დამსახურებაც არის ჩემი ხასიათის თვისების დამსახურებაც არის და ერთხელ მომითხრა ესეთი რაღაც ახლა არ ვიტირებ, რომ მე ცხოვრებაში ბევრი შანსი მქონდაო და ვერსიტეტი ვერ გამოვიყენე. და შენო პირველივე გამოიყენეო და ეგრე გავაგრძელეო და გავაგრძელე და იმ ყველა აი შეიძლება განიცდი რომ მე უნივერსიტეტი ამ 7 წელი აკადემიური მქონდა აღებული იქ ხა მიხარია ძალიან მიხარია ეგრე რო იყო მე თავდაჯერებული ხარო და აღარ ვამბობდი ვა რაბა არ ვიქნები იმ ყველაფრის მე რაც იყო და ეხა რაც არის ვარ კი და ზუსტად მე მგონია მაგ გაჭირვებების დამსახურება ერთხელ მახსოვს იფქრი რო არის ჩვენთან ხო სიმიც რა ქვია ფუნდუშა ვიყიდეთ. აუ რა ქვია იმას სეზამი რო აყრია ზემოდან. ხო. მოკლედ და იდო რა. ხო. და იყო ერთი ცალი. ხო. წარმოიდგინე 4 ვარ ცალში და ერთი ცალია ისემით და მოტეხეთ ჩემი წელი. და ეგ სიმწარე მახსოვს ცხოვრებაში ერთადერთი ბავშვობიდან. რა მინდოდა სულ ერთი ეგ მახსენდება. ეგ ზუსტად ის არის რაც შენ გონია რომ იმედი გამიცრუა არა.
მიმიყვანა მიზნამდე. ამიტომ არა ეკრა. მადლობთ რომ ესე ვთქვი. კაი. ახლა მე ხო. როგორი ურთიერთობა გინდა გქონდეს შენ შვილთან? ყველაზე რთული ეს კითხვა შენ. როგორი გექნება ერთი მაინტერესებს. ბანალური პასუხი მაქვს მაგაზე, მეგობრული. და მინდა რომ იყო ისეთი დედა, რომ როცა რაღაც გაუჭირდება, ეცოდინება რომ ჩემთან მოვა და არასოდეს გამსჭი, ყოველთვის მოусმენ და დავიხმარები პრობლემის მოგვარებაში. რა თქმა უნდა, იმას ვასწავლი პირველ რიგში, რომ საკუთარ ქმედებებზე აიღოს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, კეთილი იყოს. და დანარჩენი ყოველთვის მე ვახსენდებოდა, როცა ვინმესთან ალაპარაკი უნდა, ან როცა უჭირს და ერთად მოვაგვაროთ ხოლმე მე ეს პრობლემები, რომელიც ექნება. შენიშნავს არ ვიცე? კი, აბა. ხო. რა თქმა უნდა. მაგრამ შენ რასაც აკეთებ, რომ ჩემ ცხოვრებაში ცდილობ ჩარევას, ეგრე არის. იყო კარგი მშობელი, ეგ ძალიან ძნელია. მგონი ეგ ყველაზე ძნელია. არ არის ძნელი, თვითონ დედაშვილობა გაკეთებინებს. შვილის სიყვარული გაკეთებინებს შვილებს. მაინც მაგალითად ბავშვობაში ისეთი რაღაცები მახსოვს, აი 2 წლის რო ვიყავი და 3 წლის რო ვიყავი, რომ დღემდე მაქვს და შენებრალი და მამასბრალი კი არ ყოფილა, მაგრამ რაღაცეები ზოგჯერ ბავშვის მეხსიერებაში რჩება ძალიან მძაფრად, რომ მთელი ცხოვრება ახსოვს. და მე მაგის მეშინია, რომ რამე ისეთი არ შემეშალოს, რომ მე ახსოვდეს დიდობაში. ამიტომ გონია რომ ძალიან ძნელია მშობლობა ზოგადად კარგი მშობლი. ცოტა როცა ეხლა მე ესეთ დაკავებული ვარ, ალბათ სულ ესე იქნება, ხო? ეს დროის გამონახვა, ურთიერთობა და ეგ ყველაფერი და მე ვეცდები მართლა, იმიტომ რომ ძალიან მინდა, დედობა ძალიან მინდა. კი ბატონო. ძალიან მიხარია თუ გინდა. კაი? ძალიან მიყვარხარ. მე ვეცდები, კი ეგრეა ნამდვილად.